მარი გამარჯობა როგორ ხარ მოკეთ მე დავარქვი ხარვეზიაო მაგრამ გამარჯობა ჯობა ძალიან კარგად ვარ მით უმეტეს რომ ისევ შენ გესაუბრებ შენ როგორ ხარ დღეს მე კარგად მადლობა დაულაიკულოთ მარი როგორ ფიქრობ ადამიანები რატომ სუქდებიან და მერე რატომ ვერ იკლებენ აბა ვნახოთ რას გეტყვის ჩვენი მარიამი ჯაბა ეს თემა ბევრ ადამიანს აწუხებს და რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს რატომაც ადამიანები სუქდებიან და მერე ძალიან უჭირს წონის დაკლება გაგიწერ ისე რომ იყო სმარტივი დაგიწერ ანუ რამდენი დაგვიწერა სუქდებიან და მერე ძალიან უჭირს წონის დაკლება გაგიწერ ისე რომ იყოს მარტივი გასაგები და თან მე ცოდნა ჩუმად გაგიცინო გულშემო ზედმეტად და სერიოზული არ გამოვიდეს რატომ სუქდებიან კალორიების ჭარბი მიღება ორგანიზმი იღებს მეტ ენერგიას ვიდრე ხარჯავს რაც დარჩება ცხიმის სახით ინახება მეორე დაბალი ფიზიკური აქტივობა თანამედროვე ცხოვრების წესი ბევრ ჯდომას და ცოტა მოძრაობას მოითხოვს მესამე სტრესი და ემოციური ჭამა როცა ადამიანი ნერვიულობს ტვინი ტკბილს და ცხიმიანს ითხოვს როგორც დამამშვიდებელს ძილის ნაკლებობა ჰორმონები ირღვევა იზრდება მადა და მცირდება ენერგია ჰორმონალური ან მეტაბოლური პრობლემები მეხუთე მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები რატომ უჭირს დაკლება მოვანო დედა თიშვილი მულტექს უყურებს და ხმაურზე ცოტა ბოდიშით რატომ უჭირს დაკლება მეტაბოლიზმის შენელება წონის სწრაფი დაკლების შემდეგ ორგანიზმი ენერგიის დამახარჯავად ნელდება თითქოს ეკონომიურ რეჟიმში გადადის ძველი ჩვევების დაბრუნება ბევრი ადამიანი დიეტას დროებით აკეთებს და მერე ისევ ძველ კვებას უბრუნდება ემოციური დამოკიდებულება საკვებზე ბევრი ჭამს არა შიმშილის